საქართველოში არ არის ეს დაპირისპირების პრობლემა. არავითარი ის არ არის აქვე პოლარიზაციის თემა. ეს არის გარკვეული ჯგუფი, მარტივად ხო ეს გამოჩნდა. მართვადი, რომელსაც დავალებული აქვს. შეუშალეთ ხელი მოვლენებს და მოვლენებით სასიკეთოდ გაიყვანს ქვეყანას. არ გაძლევენ ქვეყნის განვითარების საშუალებას. აი ახლა მე ევროკავშირმა კიდე ერთი ეს რეზოლუციები რაც არის ხო ხედავთ. 16-ში ველოდებით კიდე. არ ხო ხედავთ რა რეზოლუციებია. მათ კიდე ჩემი აზრით შეცდომა დაუშვეს, მათ ჩაწერეს იმ რეზოლუციაში 4 ისეთი მოთხოვნა, რომელსაც საქართველოს არ შეასრულებს ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა არ დათანხმდება. პირველი რა არის? სააკაშვილის გამოშვება არის თუ არა? და როგორ უნდა გამოუშვა, როცა სამართლებრივად საერთოდ ჩაკეტილია თემა. ძიებაშია. ციხეშიზის. ერთადერთი პატარა სარკმელი რაც არის, ეს არის პრეზიდენტის შეწყალება. სხვა სამართლებრივი გზა აქ ჩაკეტილია. რომ შეიწყალოს უკან შებრუნდება, იმიტომ რომ იქ მეორე სხვა პროცესი მიმდინარეობს. მაგრამ მოკლედ დრო დავზოგოთ. ანუ სამართლებრივად თემა ჩაკეტილია. ეს უფრო პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნებოდა მისი მხრიდან. დაუშვა, ანუ ერთი გზა არის შეწყალების თემა, ხო? სხვა გზა ხო არ არის სამართლებრივი. ესე იგი მე რო კაცის გამოშვებას მეუბნები, ესე იგი მე უნდა დავანგრიო მთელი კანონები. მთელი კონსტიტუციები რაზედაც ქვეყანა დგას. ეს ერთი რომ ამას არ დათანხმდება არავინ. მეორე რომ ეს გამჭვირვალების კანონი და ბოლოს და ბოლოს გამჭვირვალების კანონი რა იყო? რატო ატეხეს ერთი ამბავი? ფული უნდა იყოს უკონტროლო. მე გეკითხები თუ ფული რო შემოგაქვთ 20%-ის იგივე, თქვენ უნდა გააკეთოთ ამის დეკლარირება. სხვა არაფერი არ არის. მე უფრო გავართულებდი ამას სისხლის სამართლის იმასაც შევიტანო. ნუ არ ითვალისწინებ ჩვენი კანონი ამას. აი მის გამო შეიძლებოდა ქვეყნის დანგრევა? ეს მეორე. მესამე ამ LGBT-ს თემა, ხო? ოჯახში და ნუ არ შეიძლება ყველა რაც უნდა მოდა იყოს რაღაც არის პიჯაკი კოსტუმი რომ შენ არ მოგიხდება. არ უნდა იზახოს მოდაშია და უნდა ჩავიდეს. რაღაც არის სპეციალური რომელიც სპეც შენი ის უნდა იყოს ჩასაცმელი. ვერ ირგებს ამას ქვეყანა ვერ ხედავთ. შვილებს არ გაგარყუნევინებს, რაძნელი გასაგებია. შენ როგორი ცხოვრებითაც გინდა იცხოვრე, ხარავის არ დაუშლია, მაგრამ შენ კანონში რატო უნდა აიყვანო და რატო უნდა აქციოს ნორმად. აი საუბარი ამაზე, წავა ამაზე საქართველოს, ესე იგი, წაიღებს ამას არ წაიღებს. ესე იგი, დაასახელეს ისეთი ჩაწერეს, მათ შეეძლოთ არ შეეწერა და ეთქოთ უბრალოდ, ნუ არ გაძლევთ. და მორჩა. და შეეკამათებოდი რა, ნუ არა და მორჩა, არა და მაგრამ ჩამოასახელეს ისეთი რამე, რასაც საქართველოს ძალიან საგულისხმოა, რომ ბოლო პერიოდში უკვე ევროპარლამენტარების მხრიდან არჩევნებთან დაკავშირებით არ ისმოდა განცხადება. და ჰერჩისკის რა უქრის ხელი შეხვდა საგარეო საქმეთა მინისტრა, ნუ რაღაცა ვიღაცა, ნუ აი ჭორიკნების დონეზე რაღაც ქუჩურა შენი ადგილი აქ არ არის, შენ იმას გიზამ. ნუ ჩვენ თვალზე რა. ბალტიისპირელია ეს. ბალტიისპირელებს სხვა გასაჭირი აქვს. ესე მაშინაც კი როდესაც 80-იან წლებში იძახოდნენ რომ ჩვენი გზა და ბალტიის და მაშინაც არ ვფიქრობდი რომ ჩვენ ერთი გზა გქონდა. არც მაშინ მე არ მაქვს მაინდამაინც კაი დამოკიდებულება და ნდობა მაინდამაინც ამ სახელმწიფოებით. უნდა გამოჩნდა ახლა. გინა პოლონეთი და გინა პრიბალტიკელები. ნუ რატო არიან ისეთი რაღაცეები აქვს მიქარული უკვე. ესეთი რაღაცები ნაძაკ რუსეთის წინააღმდეგ. ეშინია რუსეთმა არ გადაყლაპოს. ეხლა არის ერთი მომენტი რომ ჩვენ არა რუსეთო, აი საქართველოს შეჭამეთ. აი ესე უნდა თუ შეგვათრიონ და იქ შეგვჭამონ. საერთოდ არავინ არ ვაინტერესებს ჩვენ არავის. თუ არ გამოგვიყენ манипуляციის აი ეს როგორ არ მოქმედებს ქართველის თამოყვანილ манипуляციის აი რაღაც საგანი ხარ რომელსაც გამოგიყენებ. მინდა რუსეთთან ომში შეგაგდებ როგორც შეშის დაჭერს ბუხარში და ზოგადად თითის ქნება, რომ მოქმედებს ქართულზე. გამუდმებით თითის ქნება.